ახალი წლის დღეები გურჯაანში, ქალაქის მთავარ ქუჩაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება გაიმართა. განთავსდა საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღების სტენდები და ინსტალაციები. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა. გაიმართა სადღესასწაულო მარშიც. თოვლის პაპამ პატარებს საჩუქრები დაურიგა. საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა. საახალწლო დღეები საქართველოში ქვეყნის მასშტაბით 63 ქალაქში ხორციელდება. დღეს ეს ღონისძიება გურჯაანშია. როგორც ათხოვთ, სასიამოვნო საოცარი განწყობაა ქალაქ გურჯაანში. ქალაქის ცენტრალურ გამზირზე მოწყობილია საახალწლო ბაზრობა. მეწარმეებს საკუთარი პროდუქცია აქვთ გამოტანილი. მოწყობილია ბავშვთა გასართობის სივრცეები. საახალწლო განწყობა საქართველოში ყოველთვის იყო ძალიან მაგარი. მე როგორც პატარა ბავშვი რო ვიყავ, იქიდან დაწყებული აქამდე. მინდა რომ სულ გაგრძელდეს ეს ზეიმი, ეს ლხინი, ეს მილოცვები, ეს ერთმანეთთან სიარული, მეგობრობა, სიყვარული და მინდა ეს ჩვენი ივერიული ესეთი დალოცვა, შვიდობა და ლხინი მოგცეთ. გლოცავთ ყველას სავსე გულით. ყველას სახლში შემოვიდეს საახალწლო სიხარული. საქართველო გილოცავ, მაგრად იყავი. დღეს ცოტა ამინდმა შეგვიშალა ხელი. ჯობდა რომ გეცეცი ამინდი ყოფილიყო. ჩემ შვილებთან ერთად ვარ და მიხარია რომ წელიწადში თუნდაც ერთხელ ბავშვებისთვის რაღაცა კეთდება. საახალწლო განწყობას უფრო ამაღლებს, რა თქმა უნდა.